ფილოსოფიის მამა წოდებული პლატონი აღნიშნავდა, რომ თავისი თვისებებიდან გამომდინარე და ბუნებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოლიტიკურ ელიტაში უნდა იყონ მეომრები და მოაზროვნეები. მისი აზრით, მოაზროვნე არასოდეს არ გაიყიდება ფულზე, იმიტომ რომ ის იდეალისტია, ხოლო მეომრები დაიცავენ ამ იდეალისტურ წყობას, იმიტომ რომ მეომრებსაც ნაკლებად იყიდი, ხო, მეომრებს სხვანაირი მენტალობა და სხვანაირი მორალი აქვს, ხო? და ყველაზე ცუდ მართლობის ფორმად პლატონი ასახელებდა ოლიგარქიას, ანუ ვაჭრების მართლობას. ვაჭრების მართლობაში ის რას გულისხმობდა? ელიტას, რომლის საზომი არის უბრალოდ მატერიალური სიკეთე. ჩვენი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ელიტის მორალური, მენტალური ალგორითმი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ფინანსურ გამორჩენას. ყველაფერი უკავშირდება ფინანსურ ინტერესებს, თან პირად ფინანსურ ინტერესებს. აქ საუბარი არის სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებზე, პირად ფინანსურ ინტერესებზე. მხოლოდ ამით ხსნი მე იმ რეალობას, სადაც უსაფრთხოების ხელმძღვანელი, უშიშროების ხელმძღვანელი თვითონ არის გარეული აი ასეთ სამარცხვინო საქმიანობაში. როგორ უნდა იკადრო შენ ჩაგაბარეს ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ხელა პასუხისგებლობა გაქვს. ამ დროს შენ ამ ინსტრუმენტებს, ამ შესაძლებლობას მიყენებ პირადი კეთილდღეობისთვის და პირადი გამდიდრებისთვის. ეს არის უყიდურესად ამარზენი, არ ვიცი, აი საკუთარი თავის უნდა გცხვენოდეს.